დღემშვიდობის მოგესალმებით პარასკევია და ტრადიციულად საათის ამ დროს თქვენ უსმენთ და უყურებთ სპორტის თემას რადიო იმედში. ძალიან საინტერესო იანურის თვია ქართული სპორტისთვის. ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა ფიგურულ სიგურაობაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. ეს არის ისტორიული ოქროს მედალი და გრძელდება ციკლი ისტორიაში პირველად ასეთი შედეგი. როგორიც არის ისტორიაში პირველად საქართველოს მაგალითად 2025 წელს ჰქონდა 42 ერთეული და კიდევ ერთი დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ფაქტია. პლუს ამას ეგაძეს აქვს შანსი რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე ფიგურულ სიგურაობაში მოიპოვოს მედალი. მან მოკლე პროგრამაში პირველი რეზულტატი დააფიქსირა. ამ თემებზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. ეხლა უნდა პირდაპირ ეთერში ჩავხდოთ შვედეთი ლევან სალუქვაძე ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქართველ ხელბურთელებს წინ აქვთ უმნიშვნელოვანესი ევროპის ჩემპიონატი ZZ მეორედ ჩვენი გუნდი ითამაშებს კონტინენტის პირველობაზე. მე შეგახსენებთ განრიგს 17 იანვარი საქართველოს მალმე არენაზე დაუპირისპირდება ხორვატიას, 19 იანვარს შევხვდებით მასპინძელ შვედეთს და 21 იანვარს ჩვენი მოწინააღმდეგე არის ნიდერლანდები. ლევან, მოგესალმებით, მადლობა რომ გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. ვერ ვიტყვით რომ კენჭისყრაში გაგვიმართლა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით რომ სუსტი მეტოქე შეიძლება ყოფილიყო კონტინენტის პირველობაზე. პირველ რიგში თქვენი მოლოდინი როგორია? მოგესალმები, ვახო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ როგორც ყოველთვის უთმობ დიდ ყურადღებას ქართულ ხელბურთს. მართლა ჩვენ ვიმყოფებით ახლა შვედეთში და დღეს დავესწრებით უკანასკნელ ვარჯიშს, მატჩის წინა ვარჯიშს, ცოტა ხანში თბილისის დროით 5 საათზე გაიმართება ეს ვარჯიში და საკმაოდ დიდი დელეგაციით მივდივართ ამ ვარჯიშზე, ფედერაციის ხელმძღვანელები და ასევე სპორტის სამინისტროდან არიან მინისტრი, მოადგილე და სხვა წარმომადგენლები, ჟურნალისტები გვახლავან აქ, მათ შორის ტელეკომპანია იმედიდან. ნახავთ ბიჭებს, გავამხნევებთ ხვალინდელი მატჩის. რაც შეეხება ქვეჯგუფს, აბსოლუტურად მართალია, რომ ურთულესი ჯგუფია 4 გზის მსოფლიო ჩემპიონი და 5 გზის ევროპის ჩემპიონი შვედეთის ნაკრები, რომელსაც ოლიმპიადა არ მოუგია, მაგრამ 4-ჯერ იყო ფინალში. ორჯერ აქვს სამაგიეროდ მოგებული ოლიმპიადა ხორვატიაში და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონებიც არიან და უკანასკნელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები. პარალელურად რო გავავოთ, აი დაახლოებით უხეშად ფეხბურთში გერმანია და საფრანგეთი რო ყავდა ჯგუფში დაახლოებით იგივე. ხა ეს რაც შეეხება უკეთესი შეიძლებოდა თუ არა, რა თქმა უნდა შეიძლებოდა უკეთესი ჯგუფი ყოფილიყო უფრო მარტივი, ძალიან მარტივი არა, მაგრამ ამაზე მარტივი ეს სიკვდილის ჯგუფია. თუმცა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დიდი სიხარული და წარმატება არის, რომ ZZ მეორედ გავედით ევროპის ჩემპიონატზე და ეხლა აქ თუ გამოდიხარ, ხო, დღეს თუ არა ხვალ უკვე მზად უნდა იყო და უნდა ისწავლო ისეთ გუნდებთან თამაში, როგორებიც ეხლა ჯგუფში გვყავს. ესეთია სპორტის მოცემულობა, ეს არის სპორტი და მისი პრინციპი, რომ გუნდი რომელიც შეხვდება, თუ დღეს არა, მე რომ უნდა ეცადო გაიზარდო და ხვალ მოუგო. ასე არის სხვა სპორტში და ასეა ხელბურთშიც. ჩვენი რეალური ყველაზე უფრო ტოლსტორად სათამაშო გუნდი არის ნიდერლანდები, რომელთანაც მესამე მატჩი გვექნება, თუმცა შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ მათ მოგვიგეს ჩვენ სადებიუტო მატჩი ევროპის ჩემპიონატზე და ახლა რევანშის ყურვილი გვაქვს და თუ ჩვენ ჰოლანდიას მოუგეთ ამ ევროპის ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, ეს უკვე ამ 2 წელიწადში წინ გადადგული ნაბიჯი და ზრდა იქნება და მერე კიდე ცოტა ხანში შეიძლება უფრო დიდ მეტოქეებსაც შევებრძოლოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხორვატებთან ან შვედებთან ხარხმალ დაყრილები გავალთ სათამაშოდ, მაგრამ რეალურად პროგნოზების მიხედვით აშკარა ფავორიტები ისინი არიან, თუმცა ჩვენს ნაკრებს არაერთხელ დაურღვევია ეს სპეციალისტების პროგნოზები და იმედი მაქვს ასე იზავენ. მაგალითად უნგრეთის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ ჩატარებული შეხვედრა მე მგონი არანაკლები სიძლიერის გუნდია. ტოლსტორად გაუთანაბრდება დაახლოებით აქ თუ ხორვატებს მოუგოთ, ალბათ იგივე დონის სენსაცია იქნება. ლევან, საქართველოს ნაკრებს არ აქვს ფუფუნება რომ
რაოდენობაში მოთამაშეებს გულისხმობ მე დიდი არჩევანი იყოს თუმცა ბოლო პერიოდში ამ მიმართულებითაც არის პროგრესი დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრების კონდიციები მაინტერესებს რამდენად კონკურენტული გუნდი ყავს და რა ეტაპები გავიარეთ იმისთვის რომ მზად შევხვდეთ ევროპის ჩემპიონატში მოგეხსენებათ რომ ძლიერი გუნდების და ტრადიციების ჩამოყალიბებას არა აღდგენას ჩვენ იმიტომ რომ დიდი ტრადიციები ქონდა ხელბურთში 1 და 2 წელი არ ყოფის თუნდაც არც ის 5 წელი რაც ჩვენი გუნდი ფედერაციის სათავეშია ვახტანგ პარენის ხელმძღვანელობით ამ პერიოდში მოახერხეთ ის რომ ორჯერ გავედით ევროპაზე და შევქმნით ძირითადი ბირთვი ჩონჩხი ეროვნული ნაკრების რომელსაც პერიოდულად რა თქმა უნდა ახალგაზრდები უნდა შეეშველონ და სკამი უნდა გაიზარდოს. თავიდან გახსოვთ რომ 7 მოთამაშე თამაშობდა თითქმის წელს შეხვედრას. ეხლა უკვე მივედით იქამდე რომ ყავს დაახლოებით 10-11 მოთამაშე რომელსაც თავისუფლად შეუძლია იტვირთოს აი პირველი 7 ეულის ტვირთი და ასევე მოდიან ახალგაზრდები რომლებიც ხვალზე ჩაანაცვლებენ ასევე მათ ღირსეულად მოედანზე. ეს არის მე ვფიქრობ რომ ნებისმიერი ფედერაციის და სპორტის სახეობის მიზანი ეს არის რომ ხვალინდელ დღეზეც იფიქროს და არა მარტო დღევანდელზე და ამიტომაც სწორედ ესეთი ამხანაგური მატჩები შეარჩია ჩვენ მოწვეთმა რომ ახალგაზრდებსაც ეთამაშათ იმიტომ რომ პირდაპირ ხა ხორვატიასთან გამოიყვანო ახალგაზრდა მოთამაშე რომელსაც გამოცდილება არ აქვს და დაატაკო იმათ იმისთვისაც დიდი ტვირთია და ჩვენი გუნდისთვისაც სასარგებლო არ იქნება. რა ვიცი, აი ეს მიუყვებით ამ გზას ახალგაზრდები მოდიან, გარდა იმისა, ვინც ახლა ნაკრებში არის, იცით რომ ჩვენი ძირითადი ყურადღება გადატანილია 16 წლამდე ვაჟებზე და გოგონებზე, იმიტომ რომ მომავლის გუნდები სწორედ მათ უწოდეთ და მათ მიუყვებით ეხლა რომ საქართველოს მომავალში ისე არ მოხდეს რომ ადრე წარმატებების მერე 30 წლიანი წვეტა რო ჩამოხვდა ამ სპორტში რამაც ძალიან დაგვხია უკან ჩვენ გვინდა რომ აი ამ წარმატებას კონდეს ზურგი ახალგაზრდების სახით რომ ეს წვეტა მეორეჯერ აღარ მოხდეს ქართული ხელბურთის ისტორიაში. წარმატებებს გისურვებთ, სხვადასხვა მინდა ლევან გითხრა რომ იმაზე უფრო მეტი ინტერესი არსებობს საზოგადოებაში ხელბურთის მიმართ ამ ევროპის ჩემპიონატის მიმართ, ვიდრე მე გულწრფელად გეტყვი რომ წარმომედგინე ასე რომ მთელი საქართველო ჩართულია, გიყურებთ, გქომაგობთ და წარწმუნებული ვარ რომ თავს არ შევირწყვენთ. ამას გრძნობენ ახო ბიჭები და სწორედ მათი დამსახურებაა რომ აი ყურადღება და ინტერესი არსებობს მათის დაიმსახურეს და ის სიყვარული რომელიც ქართულ გულშემატკივარს აქვს მათ მიმართ რა თქმა უნდა ეს ეკუთვნით ამ ბიჭებს და აი სწორედ მაგ შეგრძნებით გავლენ და ითამაშებენ თუნდაც ძლიერ მეტოქეებთან და ვნახოთ რა გამოვა ჩვენ სილკ უნივერსალზე ვიხილავთ ამ თამაშებს და აი უკომაგოთ ვინც აქ არის აქედან ვინც სამშობლოშია იქიდან ჩვენს ბიჭებს დიდი მადლობა მადლობა ლევან სალუქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ამასობაში მინდა ჩვენი გადაცემის სტუმარი წარვადგინო მიხეილ აბაიშვილი ჟურნალისტი ჩვენი კოლეგა ადამიანი ვინც მოსწრებია ტრიბუნებზე მარტო ჟურნალისტების ყოფნას და ადამიანი ვინც მოსწრებია სავსე ტრიბუნებსაც გულისხმობ ყველა სპორტის სახეობას და დღეს სპეციალურად შევარჩიეთ ეს თემა სასაუბროთ რადგანაც ეს კონტრასტი მიშე შენ ნანახი გაქვს და პირველი კითხვაც მისალმებასთან ერთად მინდა დაგისვა რომ რატომ ხდება დღეს როცა მთელი ერი კონცენტრირებულია სპორტული შედეგებისკენ, კონცენტრირებულია სპორტული სანახაობის ხილვისკენ და ყველას ერთად გვიხარია ჩვენების წარმატება. თითქოს რადიკალურად შეიცვალა საზოგადოება და ეს საზოგადოება გააერთიანა ქართულმა სპორტმა. მადლობა პირველ რიგში ვახო მოწვევისათვის მინდა მივესალმო რადიო იმედის მაყურებელს, მსმენელს, მიულოცო ახალი წელი შობა ყველა დღესასწაული და პირველ რიგში მიულოცო აი ეს დიდი წარმატებები, რომელიც უკვე დაიწყო წელი, გუშინ ბედობა დღე იყო და ძალიან კარგი დღე იყო, შენ უკვე აღნიშნე ანასტასია მედელგინას და ლუკა ბერულავას ეს მართლაც გამორჩეული და ისტორიული გამარჯვება, ასევე გავახსენებ ჩვენს მსმენელს, რომ გუშინ ასევე ჩვენმა წყალბურთელთა ნაკრებმა გაიმარჯვა და ამარცხა სლოვენიის ნაკრები და გავიდა შემდეგ ეტაპზე მართალია. პროგრამა მინიმუმი შეასრულა. კი ბატონო, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და
შეიძლება რომ ჩვენმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსიროს აქაც მე-7 პოზიციაზე გავიდეს ახლა ყოფილვართ. კი, მე-8-ზე ყოფილვარ და არის შანსი რომ მე-7-ზე გავიდეთ, ახლა რუმინეთს ვეთამაშებით თუ ჯერ იტალიას. იტალიას და ხო, ჯერ იტალიას, მე რუმინეთს და თუ ავწდები შემდეგ უკვე სლოვაკეთი, თურქეთს შორის გამარჯვებულს, რომელთანაც ორივესთან ძალიან ისეთი არა სლოვაკეთი ჯობია თუ ასარ შეგვი. ხო, კი ბატონო, ანუ მანდაც წარმატება გვაქვს, ასევე შენ გაიხსენე გასული წლის 41 გამარჯვება 42 ისტორიაში პირველად 42 ისტორიაში პირველად მოხდა და რადგან ფიგურულ ციგურაობაზე ვსაუბრობთ ანასტასია გუბანოვა გახდა მსოფლიო ჩემპიონი გასულ წელს ახლა ნიკა ეგაძეს აქვს შანსი ევროპის ჩემპიონობა გუბანოვას ფიქრობ რომ ოლიმპიადისთვის გაცილებით უკეთეს ფორმაში შევა და მასაც შანსი ექნება იქ უკეთესი შედეგი დააფიქსიროს თუმცა აი აქ ახლა პირველ მცირე პროგრამაში რაღაცა ტექნიკური შეცდომა და მე-11-ზე გავიდა და შესაბამისად ახლა მედლის შანსი ძალიან მცირეა ხო პლუს ამას გვაქვს ფუტზალის ევროპის ჩემპიონატი თვის ბოლოს ლატვიაში აქაც მეორედ გავდივართ ზედიზედ ევროპაზე და ძალიან რთული მეტოქეები გვაქვს იქაც ლატვიის თვითონ მასპინძელი ლატვიის ნაკრები საფრანგეთი და მასპინძლებიში ყველაზე რთული მეტოქე არის ლატვია მასპინძელი კვალიფიკაციას არ გადის მსმენელს შევახსენე პირდაპირ არის დაშვებული და ხანდახან არის ხოლმე როცა თქვათ მასპინძელი არ არის ძლიერი და ქვეყანაში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით კონკრეტული სპორტის პოპულარიზაციის მიზნით აძლევენ ხოლმე მასპინძლობას და ყოველთვის იგეგმება იქ გამარჯვება სხვა მეტოქეების მხრიდან მაგრამ აი ამ შემთხვევაშიც ლატვია ყველაზე სუსტი ნამდვილად არ არის. ხო, თუმცა ჩვენი თუ გავიხსენებთ გასულ წელს, გასულ ევროპის ჩემპიონატზე უბრალოდ საქართველოს ფუტზალის პლეი-ოფში გასვლას და იქაც ძალიან რთული დაძაბული და იქაც საკმაოდ წარმატებას. კი, ესპანეთში ვხვდით ბოლო-ბოლო. კი, და ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ თქვათ გასულ წელს ძალიან მაგარ ესპანეთის გახსენებაზე თქვათ კალათბურთის ევროპის ჩემპიონატი სადაც სრული ფურორი მოახდინა საქართველოს ნაკრებმა არავინ არ ერეოდა რომ ჯერ ჯგუფში ჩავტოვებდით ესპანეთის ნაკრებს შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს გამოვთიშავდით პლეი-ოფიდან და სულ ერთი ნაბიჯი დაგვაკლდებოდა 4-ეულში შესვლამდე იქ ფინეთს მაშინ ფინეთთან დავმარცხით და სხვათა შორის ფინეთს ორივე თამაში მოუგეთ მანამდე საკვალიფიკაციოში კი ბატონო და საუკეთესო მატჩი ქონდა ფინეთს მაგ ევრობასკეტზე ზუსტად ჩვენთან კი ბატონო გეთანხმები ინდივიდუალურ დონეზეც მოთამაშეებისა და გუნდურათაც ყველაფერი გამოვით. კალათბურთში მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ აი წაგივა თამაში და ყველაფერი გამოგდის. ეს საფრანგეთს არ გაუმართლა რომ ეს ჩვენ დაგვემართა საფრანგეთს. ხო, ან ჩვენც გქონდა. კი ბატონო, ჩვენც გქონია ეს დადებითი მომენტი და ჩვენც ნამდვილად აი ამჯერად მე მაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება შენი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. ესეთი სპორტით დაინტერესებული საზოგადოება თუ გახსენდება ყველა სფეროს წარმომადგენელს გულისხმობს, ქეს გულისხმობს და ასე შემდეგ. ეს ზოგადად არ არის ჩემთვის უცნაური, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ზოგადად გენეტიკურად სპორტული ქვეყანაა. მე აღარ წავალ იქ ფარსმანქველებში და იმ სიღრმეებში ისტორიულ, თუნდაც რო ავიღოთ მე-20 საუკუნე, უმეტეს შემთხვევაში საქართველო პროპორციულად ვიძახი და არა ვთქვათ მედლების ზოგადი ჯამური რაოდენობით. პროპორციულად ჩვენი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. 3-ეულში, 5-ეულში ყოველთვის იყო. ეს რაც შეეხება ოლიმპიადებს და ასეთ დიდ ტურნირებს. ამაზე გარდა ხო იგივე ფეხბურთი აიღე, კალათბურთი აიღე ხა ჩვენისთან პატარა ქვეყანას ევროპის ჩემპიონთა თასი აქვს მოგებული. ხო ერთ-ერთი პირველი ვინც თან ფინალში მადრიდის რეალი ყავს დამარცხებული. კალათბურთში კალათბურთელი არ დავა, სპენელი არ დავაბნიოთ, ეს არის 1962 წელი. კი ბატონო, 1962 წელს თბილისის დინამომ 99-93 თუ არ მეშლება ანგარში. ეს თამაში შედგა ნეიტრალურ მოედანზე ციურიხში. ნეიტრალურ მოედანზე არა. გრიგოლ რობაქიძე მუყურა ამ თამაშს. ყველაფერს თავი დავანებოთ. და ესრო ამ თამაშს და აღფრთოვანდა და რაღაცა თავისი მემუარებში და წერილებში მე დას გამოუგზავნა სხვადასხვა საოცარი წერილი, სადაც აღნიშნული ქონდა ცალსახად, რომ ქართველმა
კალათბურთელებმა ძალიან ღირსეულად მიიღეს ეს გამარჯვებაო და ძალიან გმირულად და ეს ჯენტლმენური სულისკვეთები თქვათ არ ყოფილა იქ რაღაც ძალიან დიდი ოვაციები და აი ამან ძალიან იმოქმედა გრიგოლ რობაქიძეზე როგორც აღმოჩნდა. კი ბატონო და არა მარტო ხო კალათბურთი იგივე ფეხბურთი ხერბურთზე ვსაუბრობდით ჩვენი ბურევესტნიკი ამარცხებდა სოფლიო ჩემპიონებს იქ ამხანა გულშეხვედრებში ესეც იყო ხო და ნაკრებში სულ ყავდა ხალხი. ნაკრებში სულ ყავდა ხალხი თუ გავხსენებ ჯემალცეცვალის პელეთი იყო მიჩნეული სოფლიო ფეხბურთის პელეთი იყო ეს ადამიანი მიჩნევა ამპილოგოვი ცოცხალი ლეგენდა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონი ფეხბურთში რა წარმატებებიც გვაქვს და საიდან მოდის ეს ისტორია და ტრადიციები ყველა მიცის ამ მეტნაკლებად ფეხბურთში ჩახედულმა ხალხმა რა ვიცი არ არსებობდა სპორტის მშვილდოსნობა იქნებოდა თუ ძალოსნობა იქნებოდა თუ რა ვიცი ნებისმიერ სახეობაში გქონდა უდიდესი წარმატებები შესაბამისად ჩვენ ქართველები ვართ გენეტიკურად სპორტულიერი ამას ვერავინ ვერ უარყოფს როდესაც ჩვენი ინფრასტრუქტურა და ეს სპორტული ეკოსისტემა კიდევ უფრო განვითარდება, საითაც მიდის ახლა ჩვენი ქვეყანა, ხო, ახლა დაანონსებულია და მიმდინარეობს უკვე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში უნდა გაკეთდეს სპორტული ცენტრები, მოედნები, გაკეთდა კიდეც და კიდეც გამორიცხულია, რომ ქართულმა გენეტიკამ ძალიან მარე შესაბამისი შედეგი არ გამოიყოს. შესაბამისად გვიყვარს ეს სპორტიც და საზოგადოებაც რა თქმა უნდა ჩართულია და ეს ამ ჩართულობას რა თქმა უნდა პირველ რიგში განაპირობებს სწორედ ეს წარმატებები. თუ ხარ წარუმატებელი და არაფერი შედეგი და ეს რა თქმა უნდა ინტერესიც მე შესაბამისად იკლებს. აი შენ დაკვირვებით აი ის ხმამიდან ნახეთ როცა არც ქვეყანაში იყო შესაბამისი პირობები და მით უმეტეს სპორტი არ იყო სათანადო დონეზე არც ინფრასტრუქტურა არც დახმარება და ხელშეწყობა ინდივიდუალური შესაძლებლობების ხარჯზე რაც ლოკალური წარმატებები ჰქონდა. უფრო ნიჭის ხარჯზე მოდი ასე ვთქვათ რა. ეს ამ ინდივიდუალურმა წარმატებებმა მოგვიყვანა დღეს. შენ როგორ ფიქრობ დღეს როგორი სიტუაცია ქვეყანაში ამ მიმართულებით ვარ თუ არა ისევ ინდივიდებზე დამოკიდებული თუ ემჩნევა რომ ცდილობს შესაბამისი საზოგადოება რომ ჩამოაყალიბოს თუნდაც სისტემური ხასიათის მუშაობის პროცესი, რომელიც იქნება კონვეირივით. რა არის იცი, ეს სისტემა ყალიბდება. ამაზე კეთდება სახელმწიფოში ძალიან ბევრი, მაგრამ მე მინდა პირდაპირ ყოველგვარი იმის გარეშე უთხრა ძალიან დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას და კონკრეტულად საქართველოს სპორტის სამინისტროს, იმიტომ რომ ეს მუშაობა ძალიან ხელშესახები და თვალნათელია რა, რაც მიმდინარეობს როგორც ფედერაციებთან. პირველ რიგში მე მინდა მადლობა უთხრა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც საქართველოს სპორტის სამინისტრო აკეთებს ჩემი ასოციაციისთვის, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისთვისაც, რომლის პატივი მაქვს წარმოვადგინო ეს ასოციაცია ვიცე-პრეზიდენტის რანგში, იცი შენ და მინდა ვთქვა, რომ ის მხარდაჭერა რაც იყო წინა წლებში, აი ალბათ გაათმაგებულია. თუ არა შესაბამისი გაშუქება და საინფორმაციო მხარდაჭერა არც ერთ სპორტს არ ექნება ის შედეგები, რაზეც უნდა გავიდეს. კარგად მოგეხსენება, ერთ სფეროში ვართ ჩვენ ამდენ ხანია და აი სწორედ ეს აქედანაც კი ნათელია, რომ როდესაც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას ასეთი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან, თავად განსაჯოს მსმენელმა და მაყურებელმა რა ხდება სპორტის სხვა ფედერაციებში და სახეობებში და ამას ყველას კარგად ხედავთ. ეს წარმატებები რომ ყოველ ზედიზედ გადიან ხელბურთი იქნება, წყალბურთი იქნება, რაგბის ახლახანს სერიოზული ტოპ 14-ის გუნდი დაამარცხა ჩვენმა შავმალოვმა, ესეც იანვარში მოხდა, მინდა შევახსენო კომაქს და ხვალ დავპატიჟო ყველანი გადამწყვეტ მატჩზე იტალიის პარმასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ავჭალაზე კი ბატონო გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი გადის პლეი-ოფში რაც ასევე ისტორიული შედეგი იქნება აქამდე ეს არ მომხდარა ხო რომ არ გავსურვოთ ასე რომ სისტემური მიდგომა კი არის მაგრამ რო არა ინდივიდები ჩვენ ასეთ წარმატებებს ვერ მივახცევთ. იგივე ჩვენ ვსაუბრობდით ეთერში შესვლამდე ხუჩა კვარაცხელიას ფაქტორზე, ხო? რომელმაც
შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ფეხბურთს, ზოგადად სპორტს მოუბრუნა ხალხი. ჩვენ ახლა ვსაუბრობდით ხელბურთზე, იქაც ცხოვრებაძის ფაქტორი არის სწორედ ესეთი რაღაცა ერთ-ერთი გადამწყვეტი და ერთ-ერთი მთავარი იმედი, ვისიც ჩვენ გვაქვს, სწორედ გიორგი ცხოვრებაძეა და ვინმე თვალს თუ ადევნებს საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის სოციალურ მედიას სულ არის თვეში ერთხელ ან ორჯერ გიორგი ცხოვრებაძის შესახებ პატარა ვიდეოკლიპი მაინც არის მომზადებული და ყოველთვის ხაზს უსმევენ მისი სათამაშო უნარებიდან განსაკუთრებულ ნახტომს და ბოლო ასეთი ვიდეო, რომელიც დაიდო საერთაშორისო ფედერაციის სოციალურ მედიაში, ესეთი სათაურით იყო, რომ ადამიანი, ვინც გრავიტაციის კანონებს არ ემორჩილებს. კი ბატონო. კალათბურთზე ყოველდღეველით სასიამოვნო ინფორმაციებს NBA-დან, ყოველდილასველით სასიამოვნო ინფორმაციებს და იმედებით არ გვიმტყუნდება მამუკელაშვილიც და ბითაძეც ერთ-ერთი გამორჩეულები არიან საკუთარი გუნდების რიგებში და ისიც შეიძლება მოხდეს, რომ ისტორიაში პირველად ორივე ერთ გუნდში ვიხილოთ. არის ამაზე. კი ბატონო, შეიძლება და სხვათა შორის გუშინ ბერლინში ჩატარდა მემფისი, ორლანდო NBA-ის ევროპული ტურის ფარგლებში მაჩებია ლონდონში და ასევე პარიზში ჩანიშნული და ხა რატომ შეგაწყვეტინე ამ თემაზე საუბრის დროს ამ რეპლიკით, იმიტომ რომ ადამ სილვერი NBA-ის კომისარი გუშინ პრესკონფერენციაზე ღიად ამბობდა, რომ NBA დაინტერესებულია ევროპული შერეული ტურნირით. არ არის შორს ის მომენტი, როდესაც NBA-ის გუნდები ევროპულ კლუბებთან ერთად ითამაშებენ საერთო ტურნირს, რაც ბუნებრივია სპორტის სამსახიობოს უფრო საინტერესოს და პოპულარულს გახდის მინიმუმ ჩვენ კონტინენტზე და კომერციულად საოცარი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭების თამაშს ევროპაში მაინც დავესწრებით ახლოში, იმიტომ რომ ამერიკაში ცოტა რთულია კალათბურთზე სიარული. ის საწყენი მომენტი რა თქმა უნდა ახლავს ამას რომ ჩვენი ბიჭები შესაჩევ ეტაპზე ვერ ახერხებენ საქართველოს ნაკრების დახმარებას თორემ ამ ვითარებაში ხა ჩვენი გუნდი სატურნირო ვითარებას გულისხმობ ნამდვილად არ იქნებოდა ხო მაგრამ ზაფხულში ისეთი პერიოდი გვიწევს საკვალიფიკაციო ეტაპებისა როცა შეძლებენ ჩვენ სისტემურ მუშაობასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ რა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია თუ ხდება გათვალისწინება საერთაშორისო გამოცდილებების მაგრამ ინდივიდუალური ფაქტორებიც არ უნდა გადავდოთ გვერდზე მით უმეტეს თანამედროვე სპორტში შენ გიორგი ცხოვრებაძე ახსენე და მე მინდა რომ კითხვა დაგისვა თორნიკე შენგელიასთან დაკავშირებით მე მგონია რომ ესეთი თავდადება რომელიც მან გამოიჩინა და რომელსაც ის ყოველდღიურ რეჟიმში აფიქსირებს საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში ნამდვილად ისეთი ქვეყანისთვისაც როგორიც საქართველოა მაინც უცხო და უცნაურია იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ 24 საათში 3 ფრენა და 2 თამაში გამოუვიდა მაგალითად ბოლო შესარჩევში. ასევე მქონდა მას ელემენტარული გულის პრობლემები. კი ბატონო, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა სერიოზული. ხო, ან გაციებული კი არ იყო. გულის პრობლემა მქონდა და უბრალოდ არ დაემორჩილა არაფერს მეუღლე მას თქვა რომ აზრი არ ქონდა რომ რამე ან შემეჩერებინა ან ვიცოდი რომ მაინც ესეთი თავდადება მაინც საქართველოსთვისაც არის გამორჩეული. როგორ ფიქრობ აი ეს ინდივიდუალური მაგალითები რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად უშუალოდ სპორტულ არენაზე? უმნიშვნელოვანეს ეს არის მართლა უნიკალური მოვლენა რაც თორნიკემ აი ეს მაგალითი რომ გაიხსენე 24 საათში რომ 3 თამაში ჩაატარა და კერძო ჯეთით რო გადმოფრინდა და საქართველოს ნაკრებს დაეხმარა და ძალიან მაგრა დაეხმარა რა ვიცი ეს არის სწორედ იმ მაგალითის მიმცემ პირველი არა ვთქვათ უფრო თავისი თუმცა თანაგუნდელებისთვისაც რა თქმა უნდა მაგრამ ეს უფრო აი მომავალი თაობებისთვის მოზარდი თაობებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სპორტული თვალსაზრისით აქ არის პატრიოტიზმის მომენტები რა თუ გინდა რომ ქვეყანაში შენ გაგეზარდოს თაობა რომლისთვისაც აი ეს შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი არის მაღალ დონეზე, სწორედ ასეთი მაგალითებით ხდება და არა, თქვათ, ვარჯიშით და არა რაღაცა სწავლებით. მხოლოდ არა, მხოლოდ არა, საერთოდ არა ვარჯიში. ვარჯიში შეიძლება ძალიან მაგარი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ის რომ განიმსჯვალო შენი ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით არის სწორედ აი თორნიკე შენგელია იქნება, ხვიჩა კვარაცხელია იქნება, თუ აი
არ მინდა ვინმე ლაშატალახაძე იქნება თუ ვინც იქნება ჩვენი გამორჩეული სპორტსმენები რომლებიც აი ამ მაგალითებს იძლევიან სწორედ ეს ზრდის აი ამ თაობას აი ამ სულისკვეთებით და მე ვამტკიცებ ბევრი სფეროს წარმომადგენელი ალბათ გამიწყრება რასაც ახლა ვიტყვი მაგრამ მე ვამტკიცებ რომ დღეს თანამედროვე საქართველოს ყველაზე დიდი ელჩი არის სპორტი და რატო გაგიწყდება? არა, შეიძლება ვიღაცას ეწყინოს ახლა არავის არ ვაკდინებთ, მაგრამ აი საიდენტიფიკაციოდ სპორტი მაინც მგონია რომ პირველი შესაძლებლობაა. ძალიან ბევრ ქვეყანაში ხარ შენ ნამყოფი და აი ყველაზე მარტივად როგორ აუხსენი რომელი ქვეყნიდან ხარ თუ გქონია ეგეთი მაგალითი, იმიტომ რომ ახლო წარსულში კახა კალაძე იყო ყველაზე მარტივად აღსაქმელი რო ეტყოდა აი კახა კალაძის ქვეყნიდან ვარ, დღეს უკვე ხუჩა კვარაცხელია და მადლობა ღმერთო ძალიან ბევრია ასეთი რომ უთხრა და მიხვდება ვინ ახარ და რა საიდან ხარ. ტრანსფორმაცია არის ძალიან მაგარი, აი ამ მიდგომის ჩემი რა. ნუ მე ხა სპორტული ჟურნალისტი ვარ 85 წლიდან. მაგრამ აი საერთაშორისო თამაშებზე, საერთაშორისო გასვლები დამიწყო სადაც 92-93 წლებიდან რა. თავიდან, როდესაც მინდოდა მიმეხვედრებინა, რომელი ქვეყნიდან ვიყავი, რაც არც ინტერნეტი არსებობდა და რა ისა ხო, უფრო ჩვენ ძველ ცნობილ პოლიტიკოსებს ვახსენებდი ხოლმე რა. მე ნელა იქ შოთაჩი, კინკლა, კალა ესენი შემოვიდნენ და ბოლო პერიოდში მაგალითად 2010-იანების ბოლოს ძალიან ის იყო კიდევ ლაშატ ალახაძე რომელიც ზედიზედ 8 წელი იყო ოფიციალურად პლანეტის უძლიერესი მამაკაცი და რა ვიცი ხა რა თქმა უნდა გეთანხმები იმ მიდგომაში და იმ მოსაზრებაში რომ სპორტი დღეს ნუ რომელი სფეროა ყველაზე წარმატებული საქართველოში ხო თან როგორც აი ძალიან წინ არის სხვა სფეროებთან შედარებით ეს მე არ მიხარია რა თქმა უნდა ყველა სფერო უნდა დაეწიოს და რაღაცა ეს სპორტი გაცილებით მაღალ დონეზე გვექნებოდა თუ ეკონომიკური კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ახლოს იქნებოდა ამ სპორტისა დღეს არაბუნებრივად არის წინ სპორტი რა ამის საფუძველი ეკონომიკური დღეს არც ეკონომიკური საფუძველია და არც თუნდაც მასობრივი სპორტის საფუძველი სათანადო იმ დონის არ არის რა ეს ყოველ შემთხვევაში პროფესიონალური სპორტი მოგეხსენება როგორი დაფინანსებას დღეს სპორტს აქვს არის უპრეცედენტო გეთანხმები მაგრამ ეს მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან არის ძირითადად ეს დაფინანსება აუცილებელია რომ სპორტში კერძო სექტორი იყოს წარმოდგენილი სად არის ხა საფრანგეთში ინგლისში რა იციან ვაფშე საერთოდ სახელმწიფო დაფინანსების შესახებ აქ კი ბატონო ძირითადი ტვირთი მოდის სახელმწიფოზე მაგრამ აი როდესაც კერძო სექტორიც აუბამს მხარს სახელმწიფოს და სათანადო დაფინანსება წამოვა მე ნახე შენი სპორტული წარმატებები და მე ნახე შენ აი ეს მიღწევები და შედეგები რა იცი რა არის მაინც მე მგონია დღეს ყველაზე დიდი წარმატება ქართული სპორტის არის ამ მეტნაკლებად დაპირისპირებული საზოგადოების გაერთიანება და სიხარულის განცდა ერთადერთი სფერო სადაც აი ყველა ერთ აზრზე ვართ მე ვიყავი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე რომელიც აი აბსოლუტურად დაუვიწყარი და ისეთი ემოციები დაგვიტოვა სულ ყველა მე მაგათაც ჩემ ცხოვრებაში ასეთი ემოციები ღიად ვიტყვი რომ არ ამქონი ნუ ერთადერთი შევადარებ შვილის შეძენის ემოციას აი იმ სიხარულს რაც იქ განვიცადეთ რა აი არაფრით არ ჩამოვა შეიძლება ხო და გეთანხმები სპორტი არის გამაერთიანებელი. და ბოლოს სანამ დავასრულებ, მინდა გითხო შენი მოსაზრება საქართველოში 20-ზე მეტი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. გასულ წელს მათ შორის სერიოზული რანგის სოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში, მაგალითისთვის რა ვიხოთ. აი ესეთი შინაარსის აქტივობები რო განმაზოგადოთ. რას აძლევს სახელმწიფოს და მოსახლეობას რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მე ბევრჯერ გამიგია რომ რა გვინდა ეხლა ვიღაცების ჩამოყვანა იქ ფული სხვა რაღაცაში მოხმარდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ სპორტული ინდუსტრია მსოფლიო სპორტული ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თუნდაც აი ტურისტული სპორტული ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით რა ამას მოსდევს ტურისტების ძალიან დიდი ნაკადების მიგრაცია და სერიოზული შემოსავლები მოაქვს ქვეყნისთვის ამას გარდა ვახსენეთ ჩვენ აი რითი აცნობდი შენ საქართველოს როდესაც გადიოდი უცხოეთში ხო ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო საქართველოს მართლა არავინ არ იცოდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი
რომ დანარჩენ მსოფლიოს გავაჩნოთ ჩვენი ქვეყანა, სწორედ აი ასეთი ჯერ ერთი წარმატებებია, რომელსაც ქართველი სპორტსმენები და ქართული გუნდები აღწევენ. ამას გარდა სწორედ აი, როდესაც შენ მასპინძლობ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს, ჭადრაკში ოლიმპიადას, სიტყვაზე ფეხბურთში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, არის სწორედ აი იმ სხვადასხვა სეგმენტებს იმ საერთაშორისო საზოგადოებრივობის, რომლებსაც სხვადასხვა ინტერესები გააჩნიათ, აცნობ იქ კიდე დამატებით ის აუცილებლად ეხა ვინც არის სიტყვაზე ვინც აქ პირველად ჩემპიონი გახდება, ხო არასდროს არ დაავიწყდება. ჩემპიონს თავი გაანებე, ვინც არის ფარიკაობის კომაგი მთელს მსოფლიოში, იმისი ყურადღება იმ მომენტში, როდესაც საქართველოში ჭარბობდა ორი კვირის განმავლობაში, ხო კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოზე, ხო ფეხბურთის გულშემატკივარი და კომაგი ვინც არის და რო იცის რომ გერმანია, ინგლისი ის ნაკრებები ხო ჩამოვიდნენ აქ ითამაშეს ხო ჩვენთან ის ახალგაზრდულმა ნაკრებებმა. იმ ქვეყნის ფეხბურთის კომაგთა მთელი ინტერესი ხო ფოკუსირებულია საქართველოზე. იქ ბატონო ტურთიც ძალიან ბევრი იყო და იქ ხომ მარტო ის არ არის რომ ფეხბურთს უყურებენ. იქ სხვა და აქ ჩამოსულებიან და ქვეყანას ეცნობიან რა. სულ ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩვენ ვატარებთ ყოველწლიურად სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია საერთაშორისო ტურნირს კოტე მახარაძის სახელობის მედია თასი გვაქვს, ხო? სადაც ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნის მედია ნაკრები გუნდები. ისინი აქ რო ჩამოდიან, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ ფეხბურთი ითამაშონ. უნდა ნახოს საერთაშორისო მედიაში რა გამოხმაურებებია, ზოგადად საქართველოზე რა სტატიები, რა სიუჟეტები მზადდება. მე ვსაუბრობ ძალიან მარტივ პატარა მედია ტურნირზე. და ეხლა, როდესაც რანგი არის მსოფლიო ჩემპიონატი, მოქმედი, თქვათ, სპორტი, ასეთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახე, როგორც თქვათ, ფარიკაობა, ან ფეხბურთი, ან კალათბურთი ევროპის ჩემპიონატი, ჯიუდო კი ბატონო და არა მხოლოდ ეხლა არ მინდა რომ ვინმე სხვათა შორის ის შერეული ორთაბრძოლების სოფლის ჩემპიონატის კი ჩატარდა ჩვენთან ძალიან ისეთი ხმაურიანი ზამთრის სპორტის სახეობების ხო ფესტივალი გქონდა სოფლიო ჩემპიონატი გქონდა სნოუბორდში და სწრაფადაშობაში ხო სხვათა შორის ინფრასტრუქტურის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ აი როდესაც ტურნირი ტარდება საქართველოში პირობითად მე მახსოვს 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალი ზაფხულის და მაშინ შეიქმნა ახალგაზრდული ფესტივალი მაშინ შეიქმნა ეს დიღმის ოლიმპიური სოფელი სპორტული სადაც დღემდე ფუნქციონირებს ყველა ფრენბურთის და დანვარჯიშის დარბაზები კი ბატონო სტადიონი და მე მახსოვს 2015 წელს იყო ერთადერთი სტადიონი ეს სტადიონი რომელიც სპეციალურად მძლეოსნობისთვის შეიქმნა და ევროპაში იყო ბოლო 5 წელში პირველი სტადიონი მხოლოდ მძლეოსნობაზე გათვლილი. მოკლედ, ამ სასიამოვნო და პოზიტიურ ნოტაზე ერთი კვირით დაგემშვიდობებით ძალიან საინტერესო უქმეები გველოდება და ასევე სამუშაო დღეებიც, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ სიგურაობაში, სადაც ერთი ოქრო უკვე გვაქვს და სხვა მედლის მოპოვების შანსები, სხვა უკვე არის ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური ხელბურში და საქართველოს ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ თამაშობს კვირის ბოლოსკენ იწყება ფუტზალის ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ზედიზედ მეორედ გამოდის და უკვე 6 თებერვლიდან ზამთრის ოლიმპიური თამაშები და წყალბურთი მიმდინარეობს უკვე და მეორე ეტაპის შეხვედრები არის 19 ხვალ რაგბიზე ისევ ვეპატიჟებით კომაქს. ასე რომ არჩევანისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს წარმატებულ კვირას გისურვებთ.